ოცნების ძალოვანი უწყებებიდან ინფორმაცია ისევ ჟონავს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გეგმის გასაჯაროვების შემდეგ ახლა სოციალურ ქსელში ვრცელდება ადამიანების სია, რომლებსაც სავარაუდოდ 4 ოქტომბრის აქციაზე პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დარბევებში მონაწილეობენ და ისინიც, ვინც ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწევიან. ლაპარაკია ასობით ადამიანზე. თანამშრომლების სიამდე კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საიდუმლო გეგმა გამოქვეყნდა, რომელშიც 4 ოქტომბრის აქციაზე სპეცრაზმელების ძალთა განლაგება, ფუნქციები, აღჭურვილობა და რისკები იყო აღწერილი. გიორგი კვიჟინაძე მუშაობს თემაზე, ის მოგვიყვება ამ ახალ გავრცელებულ ინფორმაციაზე. რატომ და როგორ ჟონავს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ისეთი საიდუმლო ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელზე დაშვებაც მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს გააჩნიათ. ეს ინფორმაცია გავრცელდა დღეს დილით სოციალურ ქსელში. საუბარი არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელზე, მათ შორის არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და ასევე ადმინისტრაციული თანამშრომლები. ინფორმაციას და დოკუმენტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს აქტივისტი რუსკამ ჭედლიშვილი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ. ის აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კონკრეტულად კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მიაწოდეს და მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ბუნებრივია, ის არ ასახელებს წყაროს ვინაობას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი და ის გარემოება, რომ უკვე მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოდის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჟონავს მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელიც ოპოზიციონერების და აქტივისტების ხელში ვარდება. შემდგომში კი მათ სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. რუსკამ ჭედლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოება მიცოდეს იმ სპეცრაზმელების ვინაობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაშლასა და დარბევაში. ეს ადამიანები ჩვენ გვახსოვს, რომ წინა საპროტესტო აქციების დროს სასტიკად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, არბევდნენ, სემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ძალის გადამეტებასთან ჰქონდა ადგილი, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი, არ არის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ რუსკამ ჭედლიშვილის ინტერვიუ, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ და რომელიც საუბრობს სწორედ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან დაკავშირებით, თუ როგორ და საიდან მოიპოვა. მე ვიტყვი წყაროს, რა თქმა უნდა, ვინ მომაწოდა ეს სია, რომელიც არის მოქმედი GDD-ს სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში. ესენი არიან ზოგიერთი ადმინისტრაციის თანამშრომელი, მათ შორის არის 4 ქალი თუ არ ვცდები, სულ არის 500 კაციანი სია. უშუალოდ დამრბევები, მიუმართა მათ ოჯახის წევრებს. ზოგიერთმა ოჯახის წევრმა არ იციან, სად მუშაობენ თავიანთი შვილები, ძმები და უნდა იცოდნენ მათ, რომ ისინი რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყავთ და არბევენ, ასახიჩრებენ და ძალის გადამეტებით ცდილობენ შეცვალონ ის სულისკვეთება, რაც ამ ახალგაზრდებს და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გააჩნიათ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რუსკამ ჭედლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დოკუმენტები უფრო საგანგაშო უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რადგანაც ამ დოკუმენტებში და ამ სიაში ფოტოსურათებით, სახელით და გვარით და ასევე მისამართებით არის იმ სპეცრაზმელების ვინაობა, რომლებიც სავარაუდოდ მუშაობენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, რომლებიც სავარაუდოდ არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც არბევენ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე ამ სიაში არიან ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციული თანამშრომლების ჩამონათვალიც. ასევე იქამდე სანამ რუსკამ ჭედლიშვილი გაავრცელებდა ამ სიას, გუშინ გავრცელდა მათ შორის ინფორმაცია და დოკუმენტები სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმის შესახებ, რომელიც ასახავს სავარაუდოდ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად. ასევე საინტერესოა ის, რომ გოჩაბერიძე, რომელიც გახლავთ თადარიგის პირველი კაპიტანი, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ღია წერილი და მოუწოდა მოქმედ თანამშრომლებს, მოქმედ ძალოვნებს, რომ არ აღმართონ ხელი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რადგანაც მას მიაჩნია, რომ და ეს ასეც არის, ისინი უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს და არა კონკრეტულ პარტიას. გოჩაბერიძემ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადება გააკეთა ჩვენთან ინტერვიუში. მან თქვა, რომ როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვა ძალოვან უწყებებში ტყვეთყავთ აყვანილი თანამშრომლები, რადგანაც მათ აშანტაჟებენ, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით და ამ გზით ცდილობს ქართული ოცნების რეჟიმი, რომ შეასრულებინონ მათ უკანონო დავალებები. მინდა მივმართო საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, როგორც თადარიგის ოფიცერი და არა უკრაინის შეარაღებული ძალების ჯარისკაცი. საქართველოში მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია 4 ოქტომბერს ძალოვანი უწყების თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განუდგნენ არალეგიტიმურ რუსულ რეჟიმს და არ შეასრულონ მათი უკანონო დავალებები. დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები და გადავიდნენ ქართული ხალხის მხარეს. ჩემი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან, მოდი ესე ვიტყოდი, ტყვედ აყვანილი საქართველოს მოქალაქეები. ზოგიერთი მათგანი არის პირადი კადრებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ყავთ დაშინებული და მე მინდა მათ მოუწოდო 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი თქვენს გაგანთავისუფლებთ ამ ტყვეობიდან, ოღონდ თქვენ ეს ნაბიჯი უნდა გადადგეთ, რაც აუცილებელი არის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით უკვე ცნობილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომლის, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების, როგორც სახელი და გვარი, ასევე ის თუ როგორ გამოიყურებიან ვიზუალურად, რადგანაც გავრცელებული დოკუმენტები ფოტოსურათებით არის მათ შორის აღბეჭდილი. ასევე საინტერესოა ის, რომ გუშინ ირაკლი ნადირაძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი დოკუმენტები, რომელმაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონა. სავარაუდოდ ეს დოკუმენტები კი ასახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდო გეგმას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ sapolitsiო ძალებმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციის პარალელურად. აქვე საზოგადოებას ვეტყვი, რომ 4 ოქტომბერს 4 საათზე დაგეგმილი არის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე და ამის პარალელურად უკვე ცნობილია სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქმედო გეგმაც.